მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო. გადაფურთხებული ალოკა კოლოულმა ზელენსკიმ გამოაქვეყნა X-ში თავისი აშტვისებცელი პოსტი, მაგრამ ბოდიში მოიხადა არ უნდა წარმართულიყო ჩემი ზადნივიდუში შეჩააგდო ოვალურ კაბინეტში საუბარიო და მზად ვართ ბატონი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ძალიან მალე მივახციოთ მშვიდობას ყველაფერზე თანახმოვარ მოვდივარო რაზეც ილონ მასკმა უთხრა რომ ეგო გასაგებია სიტყვებიო მაგრამ საქმე დამანახეო ქმედებებია მთავარიო აი ზელენსკი არის განსახიერება სიდამპლის გარეწრობის იმიტომ რომ ხო ცხადია რომ ეხლა რომ დაელაპარაკება იმ პოზიციებზე რა პოზიციები ქონდა მანამდე გასაგებია ცუდი მაგრამ იმ პოზიციებიც ის პოზიციებიც აღარ ექნება ტრამპთან ურთიერთობისას მოლაპარაკებისას და რაში გაცვალა რაღაც ვირიშვილობაში აი ასე ჩაეხუტა იქ ევროპელებს ტრამპმა რა თქვა იცი ერთი ტვიტით დედაუტირა ტვიტით კი არა რა ქვია მაგას X-ით დედაუტირა ევროპელებს უთხრა რომ თქვენო ძამიაო ზელენსკის რაც მიეცით ორი იმდენი რუსეთს მიეცით გაზშიო ანუ თქვენ დააფინანსეთ რუსეთი უკრაინელების ხოცვის საქმეშიო და მორჩა ყველაფერი დასრულდა და ეგ ტრამპის აზრით ესე კი ხო ევროპელებმა რუსები დააფინანსებს მაგრამ რამ შეუშალა ხელი კიდე რუსეთს რო სრული ოკუპაცია არ მოეხდინა უკრაინის დაველინებმა აბა კიდე ტრამპის მიერ გოგი ხოჭარიამ რო ფული წამოიღო ელენე ხოჭარიას ერთი ტანკის თემა იყო ერთი ტანკი ამოვიდოდა ერთი ტანკი ანუ მხოლოდ ერთ ტანკზე იყო საქმე და ისეთი ტანკი რას უზავდა ხო სერიოზულმა არა ერთი ტანკი რატოღაც რამდენი თვე იღებენ ეგენ ორი ტანკი არა შეიძლება მეტი ტანკი გაჭირა ტანკს გაგინდა 80 ბინა იყიდა ხოჭარიამ და 10 ტანკსაც გააჩნია ქვიტვინავი მაშინ არა შეიძლება სერიოზული დრონები და რაღაცეები ატაკამსები შეგახსენებთ რომ თბილისის დროს ტრამპი მიმართავს კონგრესს ეპოქალური მიმართვა იქნება ეს რევიზია იქნება განახლება იქნება ამერიკული ოსნებსო, ანუ ონტოლოგიური სიტყვა უნდა იყოს. ვიღაცა ჭორაობს, რომ შეიძლება ნატოდან გამოსვლაზეც იყოს საუბარი და გაეროდანაც, მაგრამ არ ამგონია ესეთი რისკი იყოს, არ ამგონია, მაგრამ იქ ზოგადად ალბათ ჩემი აზრით, მოდი პროგნოზი გავაკეთოთ და ხვალ შევადაროთ. აი მე ვაკეთე პროგნოზს, რომ იტყვის, რომ დასრულდა ლიბერალური იდეოლოგიური სამყარო, ეს უნდა იყოს რეალ პოლიტიკის სამყარო, უნდა ვივაჭროთ ყველასთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან, რუსეთთან და მხოლოდ ამერიკისთვის სასარგებლო ზელკებით, ამერიკისთვის სასარგებლო საქმეებით, რომ ჩვენ ნახოთ სარგებელი, ამით უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, არ უნდა ვიყოთ დემოკრატიის პოლიციელი მთელ მსოფლიოში, არ უნდა რეჟიმ ჩეინჯები, არ უნდა ვაკეთოთ და უნდა მივხედოთ ჩვენი ძვირფასი ამერიკის ჩვენი ლამაზი ქვეყნის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ გაძლიერებას და მილიარდობით დოლარი ვირიშვილებს არ უნდა ვაძლიოთ. ხო, მე პრინციპში ზუსტად ესე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დაახლოებით გონია რომ შეეხება უკრაინის საკითხს, აი ამას შეჩერებულ გარიგებას და იმას რომ დახმარება შეუჩერა ასევე ახსნის მიზეზებს, ახსნის მშვიდობის ფასს მაგრამ ასევე ნახე შალვა შენას ამბობ დისკურსულად რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ სოფლიო ჟანდარმები და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს იმიტომ რომ Make America Great Again ანუ ეს მნიშვნელოვანი თეზა აქვს ტრამპს შესასრულებელი ამ მეორე მხრივ ის მაინც ცდილობს რომ სიტყვაზე რუსეთსა და უკრაინას შორის არბიტრად მოევლინოს და შეარიგოს და ასე შემდეგ კი მაგრამ ნახე რა ვსვამ ეს თითქოს არ გამოუვა რა ეხლა რო თქვას რომ აი მე სოფლიო ჟანდარმი აღარ ვიქნები და მე დემოკრატიის ექსპორტს შევაჩერებ და ანუ ამ პროექტებს რა აი ხო იმიტომ რომ ცოტა ლოგიკურად თითქოს ასე მაგრამ ერთი არის რომ აი პათოსი და ტონი ექნება ის რომ ძველი აი მე-19 საუკუნის კოლონიალიზმი რაც იყო ჭირდება ანუ ესე მინდა საჭიროა ამერიკისთვის ესეა საჭირო და всё დიდი ქვეყნებმა დავждეთ და მოვილაპარაკოთ. იმიტომ რომ რაც იყო მექსიკის ყურეზე, რაც იყო პანამის არხზე, რაც იყო კანადაზე და რაც იყო გრენლანდიაზე, აი ის
დისკურსულად როგორი პრესაც ქონდა, როგორი ვერბალიზაციაც მოხდა, საჯაროდ როგორც გამოიტანა ეს ყველაფერი, რომ მე ეს მინდა უბრალოდ თუ არა და ჯარით შევალ, ყველაფერი მაგას მოასწავებს და ხო მეგონია რომ ერთ თავადაც და ბოდიში ერთ რაღაცასაც დავამატებ, მე მგონია რომ ტრამპი ისე ფორსირებულად იწყებდა ყველაფერს, რომ ესე იგი ერთ თვეში თუ არ ვწდები 54 განკარგულებას მოაწერა ხელი. ანუ ძალიან ფორსირებულად, როგორც რიტორიკის დონეზე, ისე ინსტიტუციურ დონეზე გააუქმა რაღაცა სამსახურები მოაწერა ძალიან ბევრი განკარგულებას ხელი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ყველაფერს ასრულებს რა, რაც თქვა. მე მგონია რომ ის 9/11-ის თემა, კენედის საკითხი, რითიც მან არჩევნები მოიგო და დაპირდა ხალხს და სეფშეინის კუნძული, მე მგონია რომ ეს საქმე რაღაც მხრივ წინ უნდა წაიწიოს ამ საკითხებმა. არ ფიქრობთ ეგრე? კი, მოდი. ხო, გადაეცემა ყველა ვარიანტში მედიას. ხო, ეგეთი წინასაარჩევნო დაპირების არ შესრულება არ გამოვა არც ერთ შემთხვევაში. მე მგონია რომ ომთან დაკავშირებით ევროკავშირის და ამერიკის წინა ადმინისტრაციის როლზე ისაუბრებს უშუალოდ მათ წილ პასუხისგებლობაზე. რაც იქნება ალბათ პირველი ეგეთ საუბარი ჩვენს მერე ისევ და ისევ გააგრძელოს იმას, რასაც ჩვენ უნდა ეხანი ვლაპარაკობთ ხოლმე და ისევ ტრამპისგან მოვისმენთ მსგავს ნარატივს. მეორე რაც მგონია რომ არის მედიაზე ექნება ალბათ დიდი აქცენტი, იმიტომ რომ მისთვის ყოველთვის პრობლემაა მედია, როგორც fake media და განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული fake media. ამიტომ მაგ საკითხზეც მგონია რომ ექნება ნაწილი თავისი მოხსენების და მგონია რომ ნატოდან გამოსვლის შესახებ პირობებს აყენებს რის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც გამოვა. ფულზეა მათ ლაპარაკი ძირითადად. კი, ამიტომ ნატოც დარწმუნებული ვარ რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი თემა. მაინც და ნუ ომი, გასაკურველი. ისევ იმას ვაწვევი რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ჟანდარმი, ჩვენ არავის ქვეყნის მოწყობაში, დიდი ქვეყნების მოწყობაში მით უმეტეს რეჟიმ ჩეინჯი არც ჩინეთში და არც რუსეთში არ გვინდა, ჩვენ უნდა ვივაჭროთ, ჩვენ უნდა გქონდეს ურთიერთგაძლიერების ინტენცია. ეხლა კიდევ ერთ გეტყვით ტრამპს და გადავიდეთ საქართველოს ალბათ. ალეგო ელისაშვილზე ხო ტრამპი. კინოდან გადავიდეთ. მეგობრებო, ტრამპმა გამოსცა ბრძანება სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებს შეეხება ყველანაირი პროტესტი უკანონო ამ პროტესტის ჩახშობა ძლავრდება. არანაირი პირბადეები და ეს მასკები აღარ შეიძლება მე პროტესტებს კონდეთ ის მე პროტესტები რომლებიც უცხოელები არიან გაძევებული იქნებიან თავიანთ ქვეყნებში ხოლო ამერიკელ მოქალაქეებს ის მიუსჯის ციხეს უსაჭიროა ასევე გააგდებენ კოლეჯებიდან ხოლო კოლეჯებს რომელთა მმართველებიც ხელს უწყობენ პროტესტებს შეუწყვეტენ სახელმწიფო დაფინანსებას ღმერთო ეს ხმა გამაგონეთ ჩემს მამულში. მართლა ძალიან საოცარი არ არის რომ უკვე ლამის 2 ათეული ინიციატივა არის, რომელიც იყო ქართული ოცნების დაყენებული და საკანონმდებლო დონეზე არ გადადგა დასრულებული. მიღბები არის ზუსტადაც რომ მაგრამ აი მაგალითად თუ რომელიმე ინსტიტუტის არ მინდა, მაგალითად ილიანის ხელმძღვანელობა ხო, მაგრამ მე იმას ვლაპარაკობ, რომ რამდენი რაღაც ემთხვევა, ბიჭო. ანუ რამდენი რაღაცის დუპლიკაცია ხდება დღეს ამერიკაში, რაც ჩვენ დავასწარით. ანუ ეგ მართლა ცალკე მე რაღაც მომენტში ეგ ცალკე განსახილველი საკითხია, ცალკე გასაარეს. და რატო ხდება მაგას აქვს თავისი მიზეზები? იმიტომ ხდება, რომ ესე იგი USA-ც ქონდა თავისი კონკრეტული შაბლონი, რომლის მეშვეობითაც ავრცელებდა ეგრეთ წოდებულ რაღაცა პროტესტის მშვიდობიან ფორმას ვითომ, რომელიც ჩვენთან რო იყო ის აკერმანი და ბაკურიანში რო ტარდებოდა ეს სწავლებები და მე სერბეთიდან რო იყვნენ ჩამოსული კანვასის ტრეინინგები რო ტარდებოდა ფრანკლინის სკოლა რო შეიქმნა და ყველაფერი ეს არის ერთ თარგზე მოჭრილი ერთი შაბლონი რომლის ტრანსპორტირებაც და ექსპორტიც ხდება ყველა ქვეყანაში პრინციპი არის ერთი და იგივე მაგალითად პოლონური ოპოზიცია წინა თავრობის რო გენახათ რომელიც იყო ევროსკეპტიკური ეს კანონი და სამართალი იმის
ოპოზიცია რო გენახათ, იპოვიდით არნი წითლიძეს იმ ოპოზიციაში ნიკა გვარამიას იპოვიდით. არ ვიცი, ნიკა მელიას და ასე შემდეგ. ეხლანდელ სერბეთის პროტესტს რო დააკვირდეთ, იპოვით იქ აუცილებლად ალეკო ელისაშვილს იპოვით. ანუ პრინციპი ყველგან ერთია, მიგხვდი? აი ეს ბოდიში ერთი წუთით უკრაინაში იყო მაგალითად ნაგვის ურნებში ტენიდნენ თითქოს მოღალატეობას რო ტენიდნენ ტიპებს ჩვენთან ნაგვის ურნა დააყარეს მაგალითად ბათუმში უმაღლეს საბჭოში რო შევიდა ის ხო მიხდი ზუსტად ერთი პრინციპით ხორცელდება რომ თითქოს ისეთი მოღალატეობრივი საქმე გააკეთა ჩინოვნიკმა რომ მას ნაგავი უნდა შევაყაროთ რაღაცა საღებავი უნდა შევასხათ რაღაცა ეს არის ერთ თარგზე მოჭრილი და ამიტომ ხდება ეგ მაგიტო იმხო, მაგრამ პირველები ჩვენ ვიყავით. აი მეგობრებო, გავშვით რა ხდება სერბეთის პარლამენტში ხმის გარეშე. ინა გავშვით. აი ეს არის დიმაუშკები არ ქვია მაგას, ალბათ მომწამლელი გაზია. დიმაუშკა. უბრალოდ და ერთ-ერთი ოპოზიციონერი მადლობთ. ერთ-ერთი ოპოზიციონერი ორსულ მეცხრე თვეში მყოფ ასევე მის კოლეგა დეპუტატს დაესხა თავს მომწავლელი იარა და პერცოკით გაზით და იმას მოსულობა ეშლება მე მგონი ცუდად არის მე იმას და სხვათა შორის ყველა ეგ USAID-ის დაფინანსებული ანუ ეს გლობალისტი ეს შიდა აგენტურა ეს გაყიდული ელიტა ყველა არის უსისხლო არც ყველანაირ კულტურულ და სოციალურ ნორმებს თლიანად უგულებელ ყოფენ რა მე მინდა უბრალოდ ეხლა არ მაქვს შეგროვებული მაგრამ ადგილობრივი ვირიშვილების გამონათქვამები მინდა მოგიყვანოთ ზუსტად დამშრობა სახელმწიფო ლეგიონია ეს უნდა გაგვეკეთებინაო ჩვენ უნდა შევსრულოთ პარლამენტში და ეს უნდა გაგვეკეთებინაო ამ და ერთ წამი რა შორს მივდივართ მაგალითად ხო გახსოვთ აქ შიდა პროტესტი რო დედა რო შვილს აფარებს ყურებზე ხელს ანუ აი ეგეთი ყველგან ეგეთი უსისხლო რადიკალები არიან მიხვდი იმიტომ რომ ერთი დამფინანსებელი ყავდათ ერთი პრინციპით მოქმედებდნენ ერთი დონორი ყავდათ. ის ევროპული პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს აყავს ევროკავშირს, ეს ის პოლიტიკური ელიტა, რომელმაც თავის დროზე დაუთმო რუსებს ყველა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაინი, რომელიც იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი. მის პირობებში 16 ბრიგადიდან ჩამოიყვანეს 4 ბრიგადა. ხო, ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალიან დამკაფიო განცხადება ჰქონდა და თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ყველაფერი იცვლება და იცვლება სასიკეთოდ და სასარგებლოდ, იმიტომ რომ რეალობა გახდა რამხელა საფრთხეა რუსეთი და პუტინი. იდიოტია ეს კალი არის აბსოლუტური იდიოტი. ჯეზეთის განავლის კასრო შენა. ურსულა ფონ დერ ლაინმა 16 ბრიგადიდან 4-მდე რო ჩაიყვანეს, საერთოდ იყო გერმანელების სუვერენული გადაწყვეტილება. გერმანია დაასაჭურისეს. დასაჭურისებულია ეს გერმანია ამერიკელების მიერ პირდაპირ გეტყვით და პლუს ფული არ დახარჯეს თავდაცვაზე, ამერიკელებს ესე უნდათ და იმ ფულით დააფინანსეს ყველაზე კარგი ჯანდაცვა და სოციალურობა მსოფლიოში. ანუ ურსულას ბრალი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარი შეემცირებინა. კი, ვერავინ აღუდგა თან. ეხლა არის მაგარი შემდეგი გუბაზი ძალიან ხუს მინეთ. აი როგორ მოახერხოთ რომ ეს პოლიტიკური სპექტრი რომლებიც ტელევიზიებში ვხედავთ და ხალხი რომელიც ქუჩაშია ერთმანეთს დავაკავშიროთ. აი ეს არის ჩემი ოცნება. ეგ გავიგე. და ეს სიტუაცია ჩვენ გვაძლევს ორი მიმართულებას რა ერთმანეთის გამორიცხავს საფრთხეებსაც მაგრამ პერსპექტივებსაც რას ავირჩევთ და აქ ისე ვიმეორებ კაც ვინმეს კი არ ვებძვიან კი ძირს კი არ უთხრი ხალხო აღარ გეკამათებით ძვირფასო ოპოზიციონერებო რა არაფერში არ გეცილებით არც თანამდებობებში არც მანდატებში არაფერში გეუნებით ჩემო ძვირფასო კოლეგებო ხო გააკეთეთ კონცენტრირება ქალბატონო სალომე ძვირფასო ადამიანო რა ვქნა თამარ მეფე ორო გეუნებით მოაბით ამას თავი თამარ მეფე ორო ბიჭო რატო ორო ჯერ ესეთი რატო არა -1 ვერტო აპატი ამარა სხვა მეთოდი აიქცია გვაქვს ვიდეო სადაც ახის რომ პოლიტიკოსი აღარ დამიძახოთ არის აქ წავდივარო აღარ დამიძახეთო პოლიტიკოსი აღარ დამიძახოთო რა ანუ ეხა იმას რა უნდა აბარ ადამ მეომარი მე კი ვიცი რა უნდა დაუძახო ამას მაგრამ რა ვიცი ეს თქმა არ შეიძლება არ მოეწონება ნუ ახლა რა ვიცი თამარ მეფე ორო ანუ ეს ირონია თქვა რა თქმა უნდა მაგრამ რა უნდა ამას რომ მიშასქება სადა კაი აბა მესამე მიშასქება გაუშვით
მე მაქვს ერთადერთი ძალიან მარტივი ფორმულა, რომელიც გასაკეთებლად ძალიან იოლია, მაგრამ როგორც ჩანს გართულდა ძალიან. კონსოლიდაცია უნდა შეიქმნეს ორგანო, ოპოზიციური კი არა, საოპოზიციურ საზოგადოებრივი ორგანო. ბევრი იძახის, რომ რაღაცა ის პარალელურ ეროვნული ხსნის კომიტეტი, სადაც თუმცა აი ამ ორგანოს გააჩერეთ მეგობრებო, აბა ეხლა შენ გახსოვს საიდან? აბა რა თემურ ალასანია, როდესაც ეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ალტერნატიული კონგრესი, ალტერნატიული სენატი, ალტერნატიული სხვა რაღაცებს ეუბნება. რომელიც ეუბნება, რომ ჩვენ თავარი არის, რომ ეროვნული დაუმორჩილებლობის მოძრაობა დავიწყოთ, simple as that. ეს ამას ეუბნება. ამას ეუბნება. That's it. ეს ეუბნება, რომ კი, ბადო თემური ბიძია, აი მე ღმერთგებიცები, ახლა თემური ბიძია თუ იტყობოდა. მაგი უთხარი მე. თემური ბიძია, ღმერთგებიცები, მე ახლა აკრახელობა არ მინდა, მაგი უთხარ, შავას ხანჩატურს ეძახის შავას 64-ში. იქ ტანკბენს, რა. ტანკბენს უთხარ. რომ მარტო მე ვარ, ანუ ისე უნდა რომ მეც ეგ იდეა მქონდაო ეროვნული დაუმორჩილებლობისა და ის გნიდა ეგრევე სული, ძარღვები ყველაფერი წა. ეს არის გნიდას იდეა. და მეოთხე სინქრონი გავუშვათ კიდე ერთხელ. კიდე ერთხელ კი არ გავუშვათ. მე ისიც ავთქვი, რომ ტრამპის არჩევნებით კარგი პოლიციელი წავიდა და მოვიდა ცუდი პოლიციელი. ხო? ცუდი პოლიცielis ყველა ატრიბუტით, ხო? მათ აქვს თავიანთი მოსაზრებები აქვთ იმ ამერიკელებს ახლა ის. კი, საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს თავად ტრამპსა. და იცი რა აჰა, ამერიკელები? ბიჭო, ძალიან ისეთ საზრისით სავსე. ბიჭო, რა არის? ცოტა გაზი აქ დაგდები. არა, შალვა, ცოტა იცი რა ხავს გლობალურ პროგრამაზე კუბარდიასთან დაუბრუნდა. ხო, რა და საერთაშორისო ტრენდებზე და მნიშვნელოვან მოვლენებზე კუბაზე ლაპარაკობს უფრო უარესად ვიდრე მებებიალიკო და ილარიონ შეგარჩენა. იაპონია მაგის ჩიტია. არა, ბიჭო, რა ებს ლაპარაკო, აჰა, ტრამპი, აჰა, ამერიკა ცოტა სხვა არის. მაგრამ ბაზრობდნენ, კაცო. მებებიალიკო და გერმანია მუთხრა? ხო და სვეტში ბაზრობდნენ. კაი, აბა რა გავა. ჟურნალისტი ამერიკა ახლა ცოტა სხვა თემა. თუდი პოლიციელი მოვიდა. კაი, აბა ალიკო ელიცაშვილი მინდა? არ თქვინა მაგ. იაროს რა ხელი. მერაბ მეტრეველი. სხვა შორის ინტელექტის გენერატორი მერაბ მეტრეველი. ძალიან დავხედე არჩევნებიც არის შემოტანილი, დამჭა შაბეშტება რომ მთავრობა იმედის პოსტების და რუსთავის დახურვას აპირებს. ამიტომ რომ არც ერთ მაგ სტანდარტს ეს ტელევიზია არც ერთი არ გააკეთებს. ეს დააფეთქებული. გააჩერეთ, კაცო, ეგ მე ვნახე კანონის ცვლილებებს წავიკითხე. ხო. იქ არ შეიძლება უცხო დაფინანსება, უცხო ქვეყნის და ერთი ცეთრი არ მგებია არასოდეს ხო ხდებით. და მეორე, ფეიკების წინააღმდეგ არის ხალხო. ეს არის ფეიკების წინააღმდეგ კანონი. იცი როგორი კანონია? ადრე მაუწყებლის კოდექსის დარღვევისას მიმართვა შეიძლება მხოლოდ იმავე მაუწყებელში შექმნილი საბჭოსთვის. და ეხლა უკვე კომისიაში შეგიძლია მიმართო, რომელიც გააკონტროლებს რა. და თუ ვინმეზე ფეიკი თქვით, თუ ვინმეს ცილი დავწამეთ, ეხლა იმ ადამიანს, ვინც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, შეუძლია წავიდეს და კომუნიკაციების კომისიაში იჩინოს. და ჩვენ ფეიკი არასოდეს არ გავიკეთებია მართლა. ანუ ჩვენ ეგ არც ერთი გაგებით არ გვეხება. ხო და ნუ იმათ ეხებათ. იმათ ეხებათ. რა თქმა უნდა, რომელს არ ეხება? კაი, ნუ გადავიდეთ რა სერიოზულ პოლიტიკოსებზე უკვე მაგრამ რა ხდება. ქართული პოლიტიკის პულსი. მართალია, ამით მე დაგვეწყო. კი ბატონო. ტრამპის მერე გეგელია. კი ბატონო. ერთი კალიბრია. დაახლოებით. მე მათ აფხილებ და ვეუბნები და ესეც გაფრთხილებ ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. გეუბნებით და ყველა ჯერზე შემდეგ უკვე რაღაც ერთ და ორ თვეში თქვენ საქმოთ ხომ ხო იმას რასაც პოლიტიკოსები გაფრთხილებთ რომ მიატოვეთ ეს რეჟიმი. იმიტომ თუ ამ რეჟიმს არ დატოვებთ, თუ ეს რეჟიმი იზოლაციაში არ იქნება ბოლომდე, რაც მან საკუთარ თავს გამოუწერა თქვენმა შეყვებით პოლიტიკურ სამარხში. და მე აქ მივმართავ მოსამართლეებს, მივმართავ ძალოვანებს, მივმართავ ყველა სხვადასხვა პროპაგანდისტას სხვა. და ხო ჩავყევით კაცო უკვე. მაიცად ეს რა მაინტერესებს? კიდე მიმართვების დრო არის? არა, ეგ მიმართვების დრო, კაცო, აქციები ეხა ხო ბოლო, თორე 2014-დან არის ეგ მიმართვები, რომ მიშა ხო ამბობდა პოლიციელების დედებს უნდა მივაკითხოთ და ეს ბოლო შანსი გაქვს ჩვენ მხარეს გადმოსვლის ყველას ვაფშე პროპაგანდისტებიდან დაწყებული ძალოვნებიდან რა რომ უნდა წავიდეთ ბოლო შანსი გაქვთ რომ სწორ მხარეს ისტორიის სწორ მხარე არის ეგეთი ადგილი აქცენტი გადაგაქვს მე მგონი თქვენ ძალიან მე მაგაზე ხო იცი რა ვთქვა ძალიან ბევრი ხალხი დაგროვდა ისტორიის არასწორ მხარეს არ გადმოყირავდეს თუ რა
თუ სწორ მხარეს. არასწორ მხარეს, მე ტრამპის ხო არასწორ მხარეს არის უკვე. ბატონი გეგელის ამ მონუმენტურ ნათქვამს პერიფერ უნაცის განიხილოთ და არა ცენტრალურ. გეგელი. ეს არის გეგელი. კი ბატონო. კარგი აზრია. ამის ცენტრალური სათქმელი რეალურად იყო და მე ეგ მაინტერესებს. თქვენ უნდა გამახსენოთ, იმიტომ რომ მე კარგად იცით რომ ესეთი არაფერს მომცემი ხალხის არც სახე მახსოვდება ხო ამის იმიტომ მახსოვს რომ ვიცნობდით არც სახე და გაბოთქვები და. კაროჩე ეს ამას ეგეთ რაღაცას დასაწყისში რომ მეო არაერთხელ გამიფრთხილები ხართო და ეგრე დამჯდარაო რა, ეგრე აქდომიათ ყველაფერი. რომელი ამისი რამე წინასწარმეტყველება გაფრთხილება დამჯდარა და ახტენილა. გეგელმა საუბარი მაგითი დაიწყო რომ მე ხო 1000-ჯერ გამიფრთხილები ხართ და მე ნახულობთო რომ აიო რას ვამბობდი სიმართლე. აი ჯო ვილსონზე რო თქვა რომ ეხლა ჯო ვილსონი სად არის? აი ჯო ვილსონი. ხო თქვა ხაზარაძე გაიმარჯვებსო გაიმარჯვა ხაზარაძე. ხო თქვა ჩვენ რუსეთს ხვალო ხო და ეს ანუ ყველაფერი დაეცა და სად არის ჯო ვილსონი? ჯო ვილსონი ჯო მე მგონი ეხა ახალ ტვიტს ამზადებს სადაც ამბობს რომ უკრაინაში დიქტატურაში ჩარიცხვა გაგვიანდა და X-ზე პრემიუმი გაუუქმდა და ეხა მაგას $47 ჯო ვილსონს რო ჩაურიცხო ფული დაბადების დღეს მოგიოცავს კი კაცო ისინი რომ ხო აფრიკაში კი მაგას ამბობ ცეკვით ვენსი წავიდა ოჯახთან ერთად სასრიალოდ რა დახვდნენ გზაში აქ რო ყვირია ვირიშვილები დაახლოებით ისეთები და დაუწყეს ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაცა სყვირილი რა ხო და ამერიკა ამას არ მოიწვევს სწორედ მაგას მოყვა აი ეს საპროტესტო თემების შეზღუდვა შედეხა როგორ ფიქრობ კაი ჩვენ მართლა რეალურად ეს ხელისუფლება არის ძალიან ჰუმანური ამერიკაში ვიღაცა ამერიკის პრეზიდენტს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და თანამდებობის პირებს ობსტრუქცია მოუწყოს იქ გადაუკეტოს უწრუპუნოს და აგინოს ამას მოიწმეს ამერიკა დედას უტიროს ამერიკა მაგის ჩიტია ხო რას ამბობ ბიჭო შანსი არ არის რა და სწორედ ამას მოყვა ეს გამკაცრება მეპროტესტების წინააღმდეგ მაგათი დედას მოკლავს ტრამპი ყველა აი გიორგი ბუტიკაშვილი იცი ეს ძალიან საინტერესო ადამიანი ვინა შორის არის ერთ-ერთი გავლენიანი ოდესმე ყოლია არა ან ვაფშე პირველად ეს გიორგი ბუტიკაშვილი გაუშტაინახე მეგონი პირველად უკრაინის თავის სუვერენიტეტისთვის დამოუკიდებლობის გაფიცე ეს ვიდა ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის რეჟიმმა გადასცა რუსეთს და პუტინს ჩვენს სახელმწიფო ამიტომ ჩვენი ბრძოლა სწორედ ამაში გამოიხატება პროდასალური ძალების და პროდასალური სალომესი ერთობლივად ერთიანად რომ ჩვენ ვართ ძალა ჩვენ ვართ ადამიანების გაერთიანება ჩვენ ვართ ქალაქების გაერთიანება იმ პროტესტით და იმ პროდასალური ძალებით ბიჭო იმას არ გავს ის ახალგაზრდა გიმლის გავს გიმლი რო არის ხო არა დვარფი იმაში ბიჭო იმედზე რო იყო რო სკაიტიპია იმედზე რო იყო რო უშვენ და ზურიუსი თუ ვიღაც იმას არ გავს გიმლის უფრო გავს კი მაგას არ გავს სკაიტიპია ბიჭო ზურიუსი ხო რა არის პოლიტიკაში არ არის წავიდა აქციებზე და პროფესიონალურ სტენაში გადავიდა პროფესიონალურ სტენაზე გადავიდა იდე კაი მაგას არ აგეხარ ეს მნიშვნელობა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გია ხუხაშვილის აზრი აბა ხუხსონ აი სოფლიო დონის ექსპერტიზა ხუხსონ ვანდელა ჩვენი დროის ნოსტრადამუსი ეს პოლიტიკური პარტიები რა ვქნათ ახლა სტუდიებში იჯდა და ხონჩით მივართვათ ძალაუფლება და მე ჩვენ გვასწავლონ ჭკუა ხელისუფლებაში რომ ვარდო რანაირად უნდა ამის გაკეთება ვერ გავიგე რა ბატონო და რა უნდა ქნა ბატონი ახლა რომ მისმენდეს რომელიმე ერთი წამით გავაჩეროთ ბიჭო მე დღეს რატომღაც ეს ასოციაციები მომდის ვინ ვის გავს და შინაარსზე ვერ ორიენტირდები ეს ძივის გავს რაღაცა რუსი ალკოჰოლიკები რო საბრძოლო ხელოვნებას გასწავლიან ხო იცი ინტერნეტ პრიკოლები რო არის ო აი მე კალი ეგ ძალიან მაგარი აქედან კი ბაივოის სამბო ამ ლაივ ჩარტვის დროს ბიზნესმენშვილის ნაჩუქარ სახლიდან ერთობა რატო არა რა პრობლემაა ის იქიდან მე არა მაკითხე მე უბრალოდ ვიცი რა მოუწყეს ამას როგორი ცხოვრება მოუწყეს ამას მის ოჯახს ცოლი როგორ გადაუჩინა სახლი როგორ გაუწყო სახლი კი არ ვიცი ყველაფერი გაუწყო ჟოფრეის სპილკებით კი ის ჟოფრე ვინ ჟოფრე ზურაბა კოჭი ზურაბა არ არის
გაუსწორეს ფეხი, გადაუჩინეს, ხო, აღარ არის ძალიან კარგი. რომ არ არის მაგის ბრალია, რომ ну მოკლედ უმადურობას საზღვარი არ აქვს მეგობრებო და არის ძალიან ცუდი რამ რა. მე ხო კითხე ზურაბას კაცო. კი, მახსოვს. მე რა პრობლემა არის? ოპარაკაცია, მე ვაფშე ჯიშის არაკაცია. სიცოცხლე. და ვაფშე არაფერი მეთქი, არაფერი გრამი, დეცი არ გაკმეთქი არაფერი და მე რა სამშობლო უფრო მიყვარსო. ადამიანის სიცოცხლეს რო გაჩუქებს. კი. სამშობლო არა, USAID. USAID არის მის სამშობლო. ანანაცლიშვილი. ისე სხვა შორის ეგენი ისეთი მოწამლული ხალხია, რომ მართლა შეპრობილები არიან. ანანაცლიშვილი. ჩვენი გეგმა არის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა ამ ჯარიმის გაუქმება. უფრო მეტიც ლელოს დავაი ეგ არის გეგმა არ არის სერიოზული მანამდე ხო გეგმა ქონდა რომ დავანჭრიოთო ანუ გეგმა რა ეს გეგმა რანაირად უნდა მოუგუდოთ და ისო რა ქვია შევაწუხოთ ხელისუფლებას ანუ რა არის ეუბნება იმათ გახსოვს ერთხელ იყო ეს ცოტა ხნის წინ რომ თქვენო აიკიდეთო და ჩვენო გადაგიხდითო გახსოვს ეგ კაცო ეგ მიშას სასამართლოებზე იყო ხო რაღაცა მახსოვს ხო მიშას სასამართლოებზე იყო რომ ეჩხუბეთო პოლიციას დაპირისპირებაში შედითო და ჩვენ როგორც კი მოვალთო ეგრევე ვისაც დაგიჭენ გამოგიყვანთო და ვისაც ჯარიმის დაგაკისრებენ იმ ჯარიმის გაგიუქმებთო მიშას პირველ სასამართლო რო იყო და იქ რო ძიძგილაობები წავიდა მაშინდელი ამბავია ეგ ვისაც რამეო ეკაკვესიტაძე ძალიან ძიმე სანახაობა მართლა ცუდად გავხდი. კი, ძალიან ძიმე სანახაობა ხარ ნამდვილად. უბრალოდ ასეთი შოკის მომგვრელი არავის არ გვინახავს. და ეს ანუ აქ შეიძლებოდა თუ არა ამისი შერბილება რომ მას ყოლოდა წაყვანილი თარჯიმანი და შეიძლება თარჯიმის შემთხვევაში ეს ყველაფერი შერბილებული ყოფილიყო, მაგრამ არც არ ცვლით, ამიტომ არც ელაპარაკს უნდა დაუბრუნდეთ და კიდე სანამ ამ არსზე გადავალ, მინდა ერთი რამ თქვა, რომ დღეს BBC რადიოზე usmen ძალიან საინტერესო მოსახლეობა. ერთ რამ გააჩერეთ. BBC რადიოს usmen შავა და Channel 4-ზე შენ აქ და დაცინი რა. შენ usmen არ დაიდაო. ნუ აი პროსტა BBC რადიოზე მოისმინა და მიდი და გააკრიტიკე. და Daily South-ზე ნიუ-იორკერის გაზეთს კითხულობ, ჩამოსდის პოსტით ნიუ-იორკერში. არა ეს ქვაერი. და რა ყავს სავს? MacBook-ით მუშაობს Starbucks-ის ყავა ხელში. Starbucks-ის coworking space-ია გაკეთებული. კი, არა, და BBC რადიოში მოსმენილს შავა ვერ გააკრიტიკებს. კომპეტენცია ხო უნდა მაგას. BBC რადიოს ინტერნეტში უსმენდა ალბათ ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტალღებზე ხო არ არის BBC რადიო. ამას აქვს ლონდონიდან ჩამოტანილი რადიო ზმაო. ლონდონიდან ჩარტავ თუ არა BBC-ის რადიოს. ლონდონიდან გამოჩემული კაბელი აქვს. არა, ეს უკავშირდება კოსმოსს რაღაცა მოწყობილობა. იქიდან დაჟე მე მგონი ზეგინდელ ამბებს უსმენს ეს. ეგეთი ხო არსებობს? რითი იმარიაჟა ხვდებით ბიჭო? ფანტასტიკური ამბავი. რითი იმარიაჟა, რომ ანუ მე სხვა დონის ინტელექტუალი ვარ, რა BBC-ს. აი მაგალითად BBC News უსმენი ან რაღაცა BBC-ზე წავიკითხია ტელევიზორში. BBC რადიო. აი მაშინ და სხვათა შორის რეფერენსად მიუთით, აი ხო ვინ ბოკერია რომ მოდავებოდა რომ ეგ BBC-ზე კი არ იყო BBC რადიოზე იყო BBC თუსო ეგ. ხო, სხვას გეტყვი რა. BBC რადიო რატო თქვა? BBC Radio რატო არ თქვა? გადმოაქართულა ეხლა რა გჭირს? ბიჭო, შენ ეხლა თუ პლექსისთვის გადმოაქართულა რა. Radio გაგა. ხო და მე ორი ვარიანტი, ანი მარიაჟა, ან იმდენად გამართული აქვს რეფერენსები, რომ ვინმე რო არ მოდავებოდა, რომ ეგ ბიჭო BBC-ზე კი არ იყო, BBC რადიოზე იყო. მაგით თავი დაიზღვია, რომ იმდენად ამის ხარო, იმდენად ყველაფერი გადამოწმებულია. ეს აი თავისი საუზის დროს და სკრამბლი და ხელში გაზეთი და მაგროს მარტო უსვენს თუ შოთა უტიაშვილთან ერთად კონტინენტური საუზმი აქვს გადაგეცილი ობიანი ჯაცობილი ხავაში დარხმის მივონა არა ლობიაში რო გათმის სავაძდებენ ყოიცი პიტნის შაიში ესე არ მოდი ეგ არის ჩვენიერი ქალაქიდან ჩვენი ქვეყნის ჩვენიერი ქალაქიდან სადაც ლანჩით იციან სამხარით და ყველაფერი რა და იქ ხაური საჭმელი ექნება
ჭიათურიდან არის ეკა და იქნება უმშვენიერესი ლანჩი კარგი ექნება და საჭმელი ისწრია ჭიათურაში ჭიათურის მაზმები ჩემი წესრიგები არა მაგრამ მე მაინც გონია BBC რადიოს რამდენი ადამიანი უსმენს საქართველოში კარტოფილი ერთი ეგ ბენედიქტი და ტოსტის პური და სატაცური ბობრაწოლი აუცილებელი არის რომ შოთამ მიერთვას ხოლმე მე სხვა შორის რადიოს აყრები მე სხვა შორის დღეს ეს პატარა ერთად გეტყვი ალნუსრას რადიო პური როგორ არის ჩვენ პური შენ და მე განვაცხადე აზრს კი არ მივაქციეთ ყურადღებას აზრს ბიჭო რამე შოვა შალვა BBC რადიოზე მოსმენელს არენდობი თუ რა არა მე სხვანაირად გეტყვი ყურე რა მნიშვნელობა აქვს აზრს რომელსაც ჩვენ პლებში რომელიც BBC რადიოს არ უსმენს ვერ ჩაწვდება იმიტომ რომ ეს თავის ინტელექტუალურ რეცეპტორებს ავსებს BBC-ს რადიოზე მოსმენელი ახალი ამბები მაშინ ჩვენ არასოდეს აღარ გავუშვათ რა თქმა უნდა ჯერ რადიო დაითრია BBC რადიოზე რომ უკრავდეს და ჯერ ინფორმაცია მიიღე BBC-ს რადიოზე არ ვიცი ენა და როგორ მივიღე გადათა რომ რუსული ბილიარდი ეკნებათ მაგათ კარგად ზანდებოდი ყველა კარგად ზანდებოდი